კვირის თემა. რუსეთი აფხაზეთთან დაკავშირებით მორიგ პროვოკაციას გეგმავს. როგორ აფასებენ ამ მოვლენას ქართველი პოლიტოლოგები ჩვენ სიუჟეტში. აფხაზურ და რუსულ მედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაციები, სადაც საუბარია რუსეთსა და ჩინეთს შორის შეთანხმებაზე ტრანსკავკასიური მაგისტრალის გახსნის შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ჩინეთის სარკინიგზო მიმოსვლის კორპორაცია China Railway და რუსულმა კომპანიამ რეგიონალური პროექტები ხელი მოაწერეს, მხარეები შეთანხმდნენ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას აფხაზეთთან დააკავშირებს. ჩვენ ვითხოვთ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ყველაზე გახსნილი ხელისუფლებისგან კოდორის ხეობაზე გამავალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტის შესახებ კითხვებზე პასუხს. ასეთი ირონიული სათაურით აფსნიღუ ამ საკითხზე მორიგ სტატიას აქვეყნებს. აფხაზური სააგენტო რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტავროპოლში გამართულ რეგიონთა შორის ფორუმზე საზოგადოებრივი მოძრაობა კავკასიელ ხალხთა რუსეთის კონგრესის აღმასკომის თავმჯდომარემ სულთან ტოგონიძემაც ისაუბრა ამ პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის შესახებ. როგორც ტოგონიძემ უწოდა, პროექტი იალბუზი კოდორის ხეობის გავლით ყაბარდო-ბალყარეთს, ყარაჩაი-ჩერქეზეთს და ჩვენს მოძმე აფხაზეთს დააკავშირებს, წერს სააგენტო. ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ 2 თვის წინ რუსული სააგენტოც ტასი წერდა. პროექტს ჩინელი სპეციალისტები განახორციელებენ და მისთვის 2.7 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. სააგენტომ პროექტის მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა შეფასებებიც გაავრცელა. როგორც ჩინური კომპანიის წარმომადგენელი იაო გუიცინი აცხადებს, მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ არა მარტო ფინანსურად ვართ დაინტერესებულნი, არამედ ეს პროექტი დიდ რუსეთთან ურთიერთობების გამტკიცებისა და მეგობრობის დასტურიცაა, აცხადებს ჩინური მხარის წარმომადგენელი. თავის მხრივ რუსული კომპანია რეგიონალური პროექტების წარმომადგენელიც კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ პროექტი იალბუზი წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და პროფილური ხასიათის ობიექტების მშენებლობას და ის გამიზნულია ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნას დიდი რეკრეაციული ზონა. განაცხადა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ფილატოვმა. პროექტის დამფინანსებლად ნეშ-ეკონომბანკი მოიაზრება. როგორც ნეშ-ეკონომბანკის აზიის ფილიალის გენერალური დირექტორი პეტრე სელივანოვი აცხადებს, იალბუზის მსგავსი პროექტები ხელშეუწყობს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკის დაახლოებასა და განვითარებას. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ პროექტის რეალიზაციისთვის გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა. პროექტის ავტორები სახელმწიფოსგან მხოლოდ თანხმობას და სახელმწიფო გარანტიებს ითხოვენ და არა საბიუჯეტო სახსრებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც არ დააყოვნა და პროექტი უკვე მოიწონა. მას ძალიან კარგი უწოდა და მხარდაჭერაც აღუთქვა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესაძლო მშენებლობის საკითხს ქართველი პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ რუსეთის პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს. პოლიტოლოგთა მეორე ნაწილი კი საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხით მეტად დაინტერესებას თხოვს. პროექტს რაც შეეხება არ ამგონია თუ საბჭოთა პერიოდში არ ქონდა ამის სახსრები საბჭოთა რუსეთს, რომელსაც ძალიან უნდა აფხაზეთის ინტეგრირება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს ცნობდნენ, თქვათ, რუსები, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მიმდინარეობდა ქვედადინებების საშუალებით აფხაზეთის გაუცხოება საქართველოს მიმართ და მისი, ასე ვთქვათ, აბსორბირების რაღაც თქვათ სამუშაო. ეხლა რუსეთს აქვს იმდენად რთული ფინანსური მდგომარეობა, რომ საკუთარი ყველაზე მნიშვნელოვანი მრეწველობა, თქვათ ნავთობისა და გაზის მრეწველობა პრაქტიკულად განიცდის საშინელ საინვესტიციო შიმშილს. და აი ამ პირობებში ისინი გააკეთებენ ინვესტიციას, ესეთი ძვირადღირებულ ინვესტიციას გზაში, რომელიც მანდა მაინც არ მოუტანს ეკონომიკურად არანაირ, ესე ვთქვათ, მოგებას რუსეთს. ამას ისინი უყურებენ როგორც სამხედრო ოპერაციას, როდესაც ის ხარჯი უნდა გაიღოს, ადამიანური, ფინანსური და ასე შემდეგ რაღაცის სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად. შეიძლება ეს ხარჯი გაიღოს არა ომის საშუალებით, არამედ აი ეს გზის მშენებლობა დაიწყოს, აჩვენოს აფხაზებს, რომ აი ყველაფერი მიდის თქვენთვის სასიკეთოდ და შემდეგ რა თქმა უნდა ამას დატოვებს ისე, იმიტომ რომ ჩერქეზებისა და აფხაზების გაერთიანება ან ადიღებისა და აფხაზების გაერთიანება
რუსეთს ნამდვილად არ აწყობს. სულაც არ მიკვირს ამ პროექტის არსებობის შესახებ და გააქტიურების შესახებ, იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი იყო. ამით რუსები ჩრდილო კავკასიას უზარმაზარ რომ იტყვიან ჟესტ გაუკეთებენ და ის მათ დიდი ხნის ოცნებას ზღვასთან უშუალოდ დააკავშირონ კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამასაც მიაღწევენ, მაგრამ აქ მთავარი სამხედრო მიზნები არის და ამ გზას უფრო დიდი სამხედრო დანიშნულება იქნება ჩრდილო კავკასიური სამხედრო ოკრუგი რუსეთისა. იცით თქვენ მთლიანად სამხრეთის მიმართულებაზეა, თურქეთის მიმართულებაზეა ორიენტირებული, დღეს დაძაბული მდგომარეობა და ამიტომ სრულიად რეალური ჩანს, რომ კორპორაციული შეთანხმების საფუძველზე ჩინურმა კომპანიამ, რომელსაც ფული საკმაო აქვს იმისთვის, რომ ეს გააკეთონ, აქ მართლაც სოლიდური გზა გაიყვანონ. მე ვფიქრობ, უფრო უნდა იაქტიუროს ამ ხრივ ხელისუფლებამ, რომ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს და გავარკვიოთ საბოლოოდ ვინ ვისთან მოაწერა ხელი, რას მოეწერა ხელი, რა შენდება, ან შენდება თუ არა საერთოდ რამე იგეგმება თუ არა უფრო სწორად. არ ვიცი, რუსული წყაროების, მათ შორის საკმაოდ ისეთი რუსეთში ავტორიტეტულ წყაროებად მიჩნეულ საიტებზე ვკითხულობთ, რომ მართლაც არის ასეთი პროექტი, ვიზუალური მასალაც ვნახეთ, რომ უკვე ბიუჯეტიც განსაზღვრულია 3 მილიარდამდე დაიხარჯება ამ პროექტში, როგორც რუსული წყაროები უწყებიან და ეს გზა დააკავშირებს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს, კონკრეტულად ყაბარდო-ბალყარეთს და ყარაჩაი-ჩერქეზეთს, აფხაზეთთან, ოჩამჩირესთან. ოჩამჩირესში ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება ისევ და ისევ როგორც რუსული წყაროები იუწყებიან პორტის მშენებლობა. და ეს იქნება ერთგვარი აფხაზეთის სამხედრო გზა, როგორც ამას უწოდებენ თავად აფხაზეთში. სხვათა შორის ჯერ კიდევ ბაღაფშის დროს დაიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ წავიდა საქმე საუბარს გასცდა თუ ჯერ მხოლოდ რაღაც ასე ვთქვათ ნიადაგის მოსინჯვის პროცესია. არ ვიცი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ყველას გვჭირდება მეტი ინფორმაცია. ავტომაგისტრალის გახსნის იდეა თავიდანვე ხაჯიმბას რეჟიმმაც დადებითად შეაფასა. უფრო მეტიც, ეს პროექტი საქართველოსგან თავის დაღწევის საშუალებად მიიჩნია. ამასთან, როგორც ეგრეთ წოდებული ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ირწმუნებოდა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთს მოსახლეობის დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა. გაბნია იმასაც აცხადებდა, რომ ამ სატრანსპორტო გზას მაშინ ექნება აზრი, თუ ის მიბმული იქნება ოჩამჩირის პორტის მშენებლობაზე. ამ ინფორმაციამ კი ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციურ ძალთა ბლოკი შეაშფოთა. აფხაზურ ოპოზიციას მისი ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან კონკრეტული შეკითხვები აქვს. ისინი ბუნდოვან საკითხში გარკვევას და პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვენ. იყო თუ არა ხელისუფლება რუსული მხარის მიერ ამ საკითხზე ინფორმირებული და თუ იყო რატომ არ იცის ამის შესახებ აფხაზურმა საზოგადოებამ. ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ხელისუფლება მონაწილეობდა თუ არა მოლაპარაკებებზე და ვინ წარმოადგენდა აფხაზური მხარის ინტერესებს. რამდენად უსაფრთხოა ეს პროექტი ეკოლოგიური თვალსაზრისით? ეს ის კითხვებია, რაც აფხაზურ ოპოზიციას აწუხებს. არ არის გამორიცხული იგივე სამოქალაქო საზოგადოებაში არიან ასევე შეიძლება ითქვას ხალხი, რომელიც მუშაობს ხელისუფლებაზე და პროვოცირებას ახდენენ რაღაც დისკუსიების და ასე შემდეგ. რაც მეტი ხმაური ატყდება ამ პროექტის გარშემო, მით მეტად დაიჯერებს აფხაზეთის მოსახლეობა, რომ ეს მართლა რეალობაა და ეს მართლა შესაძლებელია. და არ არის გამორიცხული, რომ ესეთი პროვოცირებაც ხდებოდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რომ არც ხდებოდეს, მაინც აფხაზეთში არსებული სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ აქტიურია და მაინცგან მოსალოდნელი იყო, რომ მოითხოვონ ამ ბუნდოვანი რაღაც განცხადებების უკან რა დგას, სერიოზულად ამასთან დაკავშირებით მეტი გახსნილობა. აბსოლუტურად გასაგებია აფხაზური ოპოზიციის საქციელი, იმიტომ რომ ასეთი მაგისტრალის გაყვანა და ამოქმედება აფხაზებს დამოუკიდებელი მოქმედების თავისუფლების ხარისხს ძალიან შეუმცირებს და გონიერი აფხაზი, რომელიც მათ ვარ დაწმუნებული საკმაოდ არიან, იქ კარგად ხვდებიან, რომ ამის შემდეგ დახსნა ამ სიტუაციიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. აფხაზეთი ყველაზე უხიფათოდ შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოში, რადგან ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ძირითადი ერები ვართ ამ მიწაზე და ჩვენ ერთმანეთის
გარეშე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები გველის წინ. უშუალოდ აფხაზეთში ოპოზიციის კრიტიკას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ უფრო მეტად მაინც ზოგადად ოპოზიციისთვის დამახასიათებელი პათოსი უფრო უნდა იყოს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციას და დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ალბათ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები თუ პროექტის იდეები ყოველთვის გახდება კამათის საგანი და ყოველთვის გამოძებნის დაუშვათ ოპოზიცია სუსტ წერტილებს თუ უარყოფით მხარეებს, ეს არის კიდეც მისი საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო ალბათ ამასთან უნდა გქონდეს საქმე. ჩრდილოეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიური ვახტა ყარაჩაის ჩერქეზეთიდან აფხაზეთისკენ ავტომაგისტრალის გაყვანას ფულის გადაქართვის პროექტს უწოდებს. მისი თქმით, გზის გაყვანა უპრეცედენტო ეკოლოგიურ ზიანს მოუტანს კავკასიონის მთავარი ქედის ორივე მხარეზე მდებარე ტერიტორიებს. როგორც ეკოვახტის კოორდინატორის მოადგილე დიმიტრი შევჩენკო მიუთითებს, პროექტის საეჭვოა ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ამ გზის ნორმალური ექსპლუატირება შესაძლებელია ძალზე მოკლე დროით, წელიწადში არაუმეტეს 5 თვისა. სხვა დანარჩენ დროს გზა თავისი შენახვისთვის, თოვლისგან გაწმენდისა და ზვავს საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისთვის კოლოსალურ ხარჯებს მოითხოვს. იმ ადგილას, სადაც გზის გაყვანა იგეგმება თოვლის 7-8 მეტრს აღწევს. ეს ფულის კეთების პროექტია, რომლის მიზანია თანხების მოპარვა. სამწუხაროა, რომ ამ აფიორაში ჩართეს ცნობილი ჩინური კომპანიაც, აღნიშნავს ეკოვახტა. არავინს არ დაუდასტურებია ის, რომ ჩინური კომპანია ნამდვილად აპირებს აქ მონაწილეობას. ეს არის რამდენიმე ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული, ჩაგდებული და ძალიან საეჭვოა, რომ აქ ჩინელები საერთოდ მონაწილეობდნენ და არ იყოს გამოყენებული უბრალოდ ეს როგორც აი თქვათ ფანდი იმისათვის, რომ მეტი სანდოობა მიეცეს ამ ინფორმაციას. თლიანობაში, მაგრამ მეორეს მხრივ არ არის გამორიცხული, რომ ჩინური კომპანია ან ჩინელი ინჟინრები თუ ეს პროექტი, ამ პროექტის მშენებლობა დაიწყო რაღაც ეტაპები განხორციელდა, ვთქვათ, იყოს გამოყენებული ოღონდ მხოლოდ რუსულ ტერიტორიაზე არსებულ, ეს ვთქვათ, მონაკვეთზე. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ჩინეთის სახელმწიფო არ დართავს ნებას თავის კომპანიებს, რომ იმოქმედონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან ეს სრულად ეწინააღმდეგება ჩინეთის საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოთხოვნებს ამზადებს რუსეთის მთავრობისა და ნეშ-ეკონომ ბანკის სახელზე, აღნიშნული პროექტის დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. ასევე გეგმავს ჩინური კომპანიის ინფორმირებას იმის თაობაზე, რომ ის შეიძლება სერიოზულად უსიამოვნო ისტორიაში გაეხვიოს. ჩრდილი მიაყენოს თავის იმიჯს განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ეს ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველზაა მოკლებული და მსგავსი პროექტის ხელმოწერის ფაქტს არც ჩინური მხარე ადასტურებს. იმასაც ამბობენ, რომ აფხაზურ და რუსულ მედიაში ეს ინფორმაციები დროდადრო ქართული პოლიტიკის საწინააღმდეგო პროპაგანდის საპირწონედ ვრცელდება. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული 2 თვის წინ აბრეშუმის გზის გრანდიოზული პროექტის წარმატებულ გახსნასაც უკავშირდებოდეს.